ერთად გამოვაცხოთ ძალიან ნოტიო და არომატული პასკა. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააზიარეთ ვიდეო. ვიწყებთ ხაშის მომზადებით. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, გამოფხვიერებელი და შაქარი კარგად მოვურიოთ და დროებით გადავდოთ გვერდზე. ამასობაში რძეში მოვათავსოთ კარაქის კუბი და გადავიტანოთ ორთქლის აბაზანაზე გასალღობად. კვერცხი მოვათავსოთ ჭურჭელში და გავსქვიფოთ კარგად გათეთრებამდე. ეტაპობრივად დავუმატოთ შაქარი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. უკვე გადავდივართ ცომის მოზელვაზე და მინდა გითხრათ, რომ ფქვილი აუცილებლად უნდა გაცრათ. ფქვილში გადავიტანოთ საფუარიანი მასა. დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი და შაქარი და ასევე გამღვალი კარაქი რძესთან ერთად. მოვასხათ ზეთი და დავუმატოთ არაჟანი. და დავუმატოთ პასკის ყველაზე მთავარი ინგრედიენტი, ეს არის პასკის საკმაზი, რომელიც წინასწარ მქონდა მომზადებული და რომლის ვიდეოც უკვე მიდევს გვერდზე. დავუმატოთ ვანილი და ფორთოხლის ცედრა და გადავიდეთ ცომის მოზელვაზე. ცომი მოვზილოთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომს გადავაფაროთ ზეწარი და დავაყოვნოთ რამოდენიმე საათი ამოსაფუებლად. პირველი ამოფუების შემდეგ ისევ ჩავზილოთ, დავუმატოთ ფქვილში ამოვლებული ცუკატები და ქიშმიში გემოვნებით. ცოტა ხნით კვლავ დავაცადოთ ამოსვლა და ამოფუების შემდეგ ამოვაგუნდაოთ და გადავიტანოთ უკვე საწყობ ფორმებში. აღწერაშიც დაგიწერთ, მაგრამ აქაც გეტყვით, რომ მე გავაკეთე პორციის 1/3. 1/3 პორციით გამოდის ზუსტად 2 კილოგრამი პასკა. ცომი კვლავ უნდა დავაყოვნოთ, რომ ამოვიდეს უკვე საწყობ ფორმებში და შემდეგ უნდა გადავიტანოთ გამოსაწყობად 160 გრადუსზე ქვედა ზედა წვით. თუ გაინტერესებს უკვე ცხობის პროცესი და გლაზურის მომზადება, აუცილებლად უყურე ვიდეოს მეორე ნაწილს.